მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით მესიჯის სამყაროსგან თქვენთვის, იმედი მაქვს ორივე ვარიანტი კარგად ჩანს. ორაკულები და არკანები უკვე დალაგებული არის. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, სულ ორი ვარიანტი გვაქვს. აირჩიეთ სამაჯურებით. პირველი ვარიანტი გვაქვს ასეთი ვარდისფერი კვარცის სამაჯური. მეორე ვარიანტი კი გვაქვს ასეთი ვეფხვის თვალის სამაჯური. აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რა თქმა უნდა, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. ვცდილობ მაქსიმალურად კარგად მომახვედრო კვადრში ორივე ვარიანტი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში. ასევე მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ მე 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით მაქვს 50%-იანი ფასდაკლება გარკვეულ ტარიფებზე, პირად ტარო კონსულტაციაზე. მაგალითად, 1 შეკითხვაზე და 3 შეკითხვაზე მე არ მაქვს ფასდაკლება, მაგრამ სხვა დანარჩენ ტარიფებზე არსებობს, ხო? კარგით. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გეძახით, გიზიდავთ და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. და ვიწყებთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან და შეხედეთ პირველი ტაროს არკანი. აქ ამოვიდა ჩვენთან უფროსი არკანი, არკანის სამართლიანობა და შეხედეთ ამოგვივიდა ასეთი მზის ოქროსფერი დრაკონი. პირდაპირ გეტყვით, რომ აქ თქვენში იღვიძებს რაღაც ახალი ლიდერული თვისებები, აშკარად, ლიდერული მასკულანური თვისებები. სანამ დავიწყებდე ახსნას, მანამდე მინდა გითხრათ ასეთი საინტერესო ინფორმაცია, რომ ზოგადად ბუნებით უფრო მეტად ლიდერი თქვენ წარმოიდგინეთ და არის ფემინური ენერგია. დიახ, ჩვენ პატრიარქატული კულტურა, ისტორია გვეუბნება იმას, რომ აი ლიდერი არის მამაკაცი, მამაკაცი არის იდეალური ლიდერი და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ზოგადად სქესზე არ არის დამოკიდებული, მამაკაცსაც შეუძლია იყოს ლიდერი და ქალბატონსაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ბუნებით ლიდერი ბუნებრივი თვალსაზრისით არის ის, ვინც ქმნის თავად სიცოცხლეს. ანუ ქალი, ხო? ჩვენ ყველამ ვიცით, რა დასამალი არის ის, რომ მამაკაცები ძალიან მცირედი დოზით მონაწილეობენ ამ პროცესში. და ნახეთ, მე ახლა არ მინდა რომ თქვა რაღაც ისეთი მამაკაცებო არ მიწყინოთ არავითარ შემთხვევაში, მაგრამ შეხედეთ, ფემინური ლიდერული ენერგიების სავსებით განსხვავდება მასკულანური ლიდერული ენერგიებისგან. მე აქ ახლა მაქვს საუბარი რა თქმა უნდა ჯანსაღლიდერობაზე და თქვენ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, თქვენ ზუსტადაც რომ მასკულანური ლიდერული თვისებები უნდა გამოხატოთ. და რას ნიშნავს ახლა ეს, ხო? ქალი ლიდერი, ფემინური ენერგიის ლიდერი, ანუ ასე ვთქვათ, ფემინური ენერგიის მატარებელი ლიდერი არის ლიდერი უფრო ნაკლები სტაბილურობით, მაგრამ არა ნეგატიური გაგებით, არამედ დადებითი თვალსაზრისით, ანუ მაგალითად, ეს არის ის ენერგია, რომელსაც კარგად შეუძლია ადაპტაცია, რომელსაც შეუძლია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის ფორმის მიღება, როდესაც ამას წარმოადგენს საჭიროება, ხო, სამყაროში, ხოლო მასკულანური ლიდერობა უფრო არის ის ენერგია, როდესაც არის მეტი სტაბილურობა, მეტი სიმყარე. ანუ მაქსიმალურად გასაგებად რომ გითხრათ აბსოლუტურად ყველას, რომ ყველამ გაიგოთ, მეგობრებო, ფემინური ენერგია ამ შემთხვევაში არის უფრო მეტად ადაპტირებადი ენერგია, რომელიც ადაპტირდება და მართავს სიტუაციას ისე როგორც მას სურს, ხოლო მასკულანური ლიდერობა არის, რა თქმა უნდა, ის ენერგია, რომელიც მართავს საკუთარ თავს და რეალობას ისე როგორც მას უნდა, ასევე, მაგრამ ამავდროულად ეს არის უფრო მყარი ენერგია, ხვდებით ხომ? უფრო მყარი, უფრო დაცვითი ენერგია და თქვენში ზუსტად ეს ენერგიები იღვიძებს ახლა და თქვენ აქ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ შემოუშვი ეს ენერგიები საკუთარ თავში. შემოუშვი საკუთარ რეალობაში მეტი თვითდისციპლინა, მეტი სიმყარე. ახლა ამ ეტაპზე შენ ნაკლებად გჭირდება რაღაც ადაპტაცია და მეტად გჭირდება ის, რომ გამოაღვიძო შენი შინაგანი სიმყარე. უფრო მყარად გჭირდება, რომ იდგე საკუთარ პოზიციაზე, საკუთარ შეხედულებებზე, საკუთარ რეალობაზე. და ნახეთ, სხვათა შორის არკანის სამართლიანობა არის ზოდიაქოს ნიშანის სასწორის ანალოგი ტაროს დასტაში და სასწორი არის მასკულანური ენერგიის მქონე ზოდიაქოს ნიშანი და სასწორს სხვათა შორის ძალიან კარგად გამოსდის ლიდერობა, როდესაც მას ეს სურს, როდესაც მას ეს უნდა, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში, ახლა ალბათ
გაგახსენდებათ სასწორი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც არიან ძალიან არაჯანსაღ ენერგიებში და ძალიან სულელურ და საშინელ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, ხო? მაგრამ ხას გავუსვამ, რომ ჯანსაღი სასწორი ლიდერი ძალიან კარგი ლიდერი არის. და ნებისმიერ შემთხვევაში არ აქვს აქ მნიშვნელობა არც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს და არც არაფერს. აქ თქვენ ტაროს არკანები და სამყარო გეუბნებათ იმას, რომ გამოვაღვიძე საკუთარ თავში მეტი თვითდისციპლინა და მეტი სიმყარე. თქვენ ახლა ზუსტად ეს გჭირდებათ და სამყარო ამ კუთხით მაქსიმალურად ხელს გიწყობთ კიდევაც. შემდგომ გადავდივართ ორაკულებზე, დანარჩენ ორაკულებზე. ჩამოყალიბდი რისი რეალიზაცია გჭირდება, ჩამოყალიბდი იმაში თუ რისი მოზიდვა გინდა შენს რეალობაში, რა გინდა. ჩამოყალიბდი რა გინდა. ნუ დახტიხარ ერთი სურვილიდან მეორე სურვილზე, ხო? ნუ დახტიხარ ერთი რეალობიდან მეორე რეალობაზე, ნუ დახტიხარ ერთი პრინციპიდან მეორეზე. ჩამოყალიბდი ერთ კონკრეტულ ენერგიაზე და ამ ენერგიას მინევი. ასევე აქ ამოვიღე რა თქმა უნდა ერთი ცალი სასიყვარულო ორაკული, რათა გვენახა სასიყვარულო მესიჯი თქვენთვის და რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენს პირადში და თქვენს პირად სასიყვარულო ურთიერთობებში, აქ თქვენ სამყარო გეუბნებათ იმას, რომ სადარდებელი არაფერი არ გაქვს, შენი პირადი სასიყვარულო ურთიერთობები უკვე სამყარო ისეული ძალების ხელში არის, ამიტომაც თუ ახლა გაქვს რაიმე სახის პრობლემები, ამ პრობლემებზე შეგიძლია საერთოდ არ იდარდო. არ ინერვიულო, ყველაფერი აუცილებლად მოგვარდება. ასევე მეგობრებო, ეს არის ჩემი ხელით დამზადებული ვარდისფერი კვარცის სამაჯური. დიახ, ვინც არის ის, მე ჩემი ხელით ვამზადებ სანთლებსაც და სამაჯურებსაც. ეს სამაჯურებიც ჩემი დამზადებული არის და ვარდისფერი კვარცი არის ასეთი სიყვარულის ქვა, სილამაზის ქვა. ადაპტაციის ქვა სხვათა შორის რაღაც გარკვეულ ენერგიებში ასოცირდება ქალღმერთ აფროდიტესთან და ამ ყველაფერთან ერთად რის თქმა შემიძლია, იცით? თქვენ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე თქვენ გოგონია, თქვენ ბევრად უფრო ლამაზი ხართ, ბევრად უფრო მშვენიერი ხართ, ვიდრე გოგონიათ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, არ აქვს მნიშვნელობა ასევე თქვენს ასაკს, იცოდეთ რომ ბევრად უფრო მშვენიერი ხართ და ამ მშვენიერებაში ხშირად არის თქვენი ძალა და ასევე იცოდეთ ის რომ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ ხართ უფრო მეტად ფემინურ ენერგიებში, რომც მამაკაცი იყოთ და ახლა გჭირდებათ უფრო მეტი მასკულანური, უფრო მეტი სტაბილურობის ენერგია. ხვდებით ხომ? და ეს ენერგია ნელ-ნელა უკვე იღვიძებს თქვენში, მაგრამ თქვენ თავადაც ხელი უნდა შეუწყოთ, რომ მიიღოთ ეს ენერგია მაქსიმალურად ჯანსაღად, ხო? იმიტომ რომ არაჯანსაღი არც ერთი ენერგია არ ვარგა. კარგით, სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც ამოიჩიეთ ვეფხვის თვალის სამაჯური. შეხედეთ, აქ ამოვიდა არკანი თასების ტუზი და ასეთი ცისფერი დრაკონი, ლურჯი დრაკონი უფრო სწორად, რომელიც გეუბნებათ იმას, რომ თქვენ ახლა გჭირდებათ განკურნება და ეს განკურნება აუცილებლად უნდა მიიღოთ სამყარო ისეული ძალებისგან. და პირველ რიგში შეხედეთ კონკრეტულად ამ არკანიდან და ამ დრაკონიდან გამომდინარე, გეტყოდით იმას, რომ თქვენ ცხოვრების ამ ეტაპზე ან ზოგადად ცხოვრების ამ ეტაპზე რა შუაშია. თქვენ ზოგადად ხართ ძალიან ისეთი მგრძნობიარე და ემოციური პიროვნება, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში შესაძლოა გახდა ბევრად უფრო ემოციური, ბევრად უფრო ესეთი სიღრმისეული ემოციების თვალსაზრისით. შესაძლოა სხვათა შორის ისეთ ემოციებში ხართ თხოვნე, რომელთა აღწერაც თქვენთვის შეუძლებელია, რომლებისთვისაც სიტყვებსაც კი ვერ პოულობთ, იმიტომ რომ თქვენში არის შეკავებული ძალიან ბევრი ემოცია, ძალიან ბევრი შეგრძნება, რომელიც თავის დროზე არ გამოხატეთ და ვერ გამოხატეთ. და როდესაც ემოციები ასე ერთმანეთში ირევა, ერთმანეთში იშლება, ამ დროს ხშირად ჩვენ გვაქვს ისეთი გაერთიანებული ემოციები, ერთმანეთის საპირისპიროც კი შეიძლება იყოს ხოლმე, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგალითად შეიძლება კონკრეტული ადამიანი ერთდროულად გვიყვარდეს და გძრულდეს, გვაღიზიანებდეს, ხო? ან მაგალითად გვინდოდეს ერთდროულად მარტოობაც და ერთდროულად, არ ვიცი, ვინმესთან ყოფნაც. იმიტომ რომ ხო, ასე იცის ემოციების შეკავება, ასე იცის შეგრძნებებისა და ემოციების შეკავება საკუთარ თავში. დავამატებთ იმას, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია, ასევე მე აქ ვუყურებ ძალიან ისეთ შემოქმედ ადამიანებს, ხელოვან ადამიანებს, რომს თქვენ ხელოვნების სფეროში საერთოდ არ ფიგურირებდეთ, იცოდეთ, რომ ხელოვნების კუთხით ძალიან დიდი პოტენციალები გაქვთ. უბრალოდ საკუთარი თავი შეიძლება ვერ იპოვეთ ჯერ, ხო? და ნახეთ, როგორი მესიჯი მოდის. პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანში მე ვხედავ ლურჯ ყელის ჩაკრას. ნუ აქ ცოტა სხვაგან არის განსახიერებული, მაგრამ ხო, ლურჯ ჩაკრას, ყელის ჩაკრას. მიმიტევეთ სახელი აღარ მახსოვს, ვერ ვიხსენებ სახელს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე აქ შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს არის ხელოვნების ჩაკრა, საკუთარი თავის გამოხატვის ჩაკრა და ახლა მე მინდა დაგისვათ ასეთი შეკითხვა. ბოლო პერიოდის, თუნდაც არ ვიცი, 1 წლის განმავლობაში წონაში ხომ არ მოიმატეთ?
ხომ არ არის თქვენს ორგანიზმში რაღაც გარკვეული შეშუპებები? ან ხომ არ არის რაღაც კანის დაავადებები თქვენს რეალობაში? ან სახეზე რაღაც გამონაყარი? ან ყელის ტკივილები, ყელის რაღაც პრობლემები? არის? რამე აქედან, ოდნავ მაინც. იცით რატომ არის? იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი ემოციები შეიკავეთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი ემოციები შეიკავეთ და როდესაც ჩვენ ემოციებს ვიკავებთ და ვაგროვებთ საკუთარ თავში, რა თქმა უნდა, ეს არ გროვდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ფიქრებში, ეს ყოველივე გროვდება ჩვენს ორგანიზმშიც. და ნახეთ, იმისათვის რომ ამისგან განთავისუფლდეთ, რა თქმა უნდა, ვიღაცას სჭირდება ამისათვის წლები თერაპია, ვიღაცას სჭირდება ნაკლები დრო, ხო? ყველასთან ინდივიდუალური არის, მაგრამ თქვენ შემთხვევაში მეორე ვარიანტი უკაცრავად გეტყოდით იმას, რომ თქვენ გჭირდებათ საკუთარი თავის გამოხატვა. უფრო ხშირად წერეთ თქვენი გრძნობების შესახებ. წერეთ ფურცელზე, თუ თქვენ არავინ არ ყავთ, ვისაც გაუზიარებდით, ხო? თუ თქვენ ვინმე ყავთ, ვისაც შეგიძლიათ რომ გაუზიაროთ, აუცილებლად გაუზიარეთ მათ, ხოლო თუ არ ყავთ, ასეთი ადამიანი ირგვლივ, რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხარ, მაგრამ აუცილებლად დაწერეთ ფურცელზე. შეგიძლიათ მეც კი დამიწეროთ აქ კომენტარებში, თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვთ, თუ გაქვთ იმის ასე ვთქვათ ნდობა და უშიშროება, რომ სხვებიც წაიკითხავენ ამას, შეგიძლიათ რომ კომენტარებში დამიწეროთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ და უნდა გამოხატოთ საკუთარი თავი, აუცილებლად მეორე ვარიანტი. შეგიძლიათ ასევე საკუთარი თავი გამოხატოთ ხელოვნების მეშვეობით, მაგალითად, არ ვიცი, რამე ლექსის დაწერის საშუალებით, ნახატის მეშვეობით შეგიძლიათ რომ მაგალითად დაახატოთ თქვენი რაღაც დარდები, თქვენი წუხილი, ხო? აუცილებლად გამოხატეთ მეგობრებო საკუთარი თავი. ნუ გეშინია და გადადგი პირველი ნაბიჯი. ნუ გეშინია და გაბედე ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ბედავდი. რაც შეეხება სასიყვარულო ორაკულს, თქვენ იგი გეუბნებათ იმას, რომ თქვენს რეალობაში არ არის აუცილებელი სასიყვარულო რომანტიული ასპექტით იყოს ვიღაც ასეთი ადამიანი, თუმცა პირდაპირ გეტყვით და უმეტესობისთვის აქ სასიყვარულო ურთიერთობებში რეზონირდება, არსებობს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აქვს ყალბი რეპუტაცია, რომელიც არის ყალბი, რომელიც იტყუება და რომლის ნიღაბსაც თქვენ ძალიან ნათლად ხედავთ, მაგრამ რატომღაც აიგნორებთ. თუ ეს არ არის ვიღაც ისეთი ადამიანი, აი მაგალითად არ არის არც მეუღლე, არც შეყვარებული, ამ შემთხვევაში ეს არის ვიღაც სხვა ადამიანი და იცოდეთ რომ ეს ადამიანი პარაზიტობს, ენერგიას გართმევთ და ნახეთ, მეორე ვარიანტი იყო ვეფხვის თვალის სამაჯური. ესეც ჩემი გაკეთებული სამაჯური არის. პირველ ვარიანტს ვუთხარი და თქვენს გაგიზიარებთ რომ ხო, აი სამაჯურები რაც მაქვს ყველა ჩემი ხელით გაკეთებული არის ნატურალური ქვებისგან და ვეფხვის თვალი არის ასეთი დაცვის სამაჯური და მე აქ იცით რისი თქმა შემიძლია. ნუ პირველ რიგში თქვენ ძალიან გაკლიათ დაცულობის შეგრძნება, ამიტომაც გეტყვით იმას რომ საკუთარ თავთან უნდა იყოთ უფრო მეტად მომთმენი, უფრო თბილად ელაპარაკოთ საკუთარ თავს, უფრო გამგები უნდა იყოთ პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და ნახეთ მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ სხვის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე წინ. თქვენ მუდმივად სხვებს უგებთ, მაგრამ საკუთარ თავზე თითქოს თვალებს ხუჭავთ ხოლმე და აიგნორებთ საკუთარ რაღაც დარდებს, საკუთარ რაღაც შიშებს, საკუთარ შფოთვებს, საკუთარ მდგომარეობას. მორჩით ამას. გეყოფათ, მორჩით, დაიცავთ საკუთარი ენერგია. აი ახლავე ჩემთან ერთად გაიმეორეთ. ჩემი ენერგია და ჩემი სხეული არის დაცული ყველანაირი პარაზიტებისგან, ავითვალისგან, სიბოროტისგან. მე, სახელი და გვარი, ვიცავ საკუთარ ენერგიას და საკუთარ თავს ყოველი ნეგატივისგან. და ვიქნები მე, სახელი და გვარი, დაცული ყოველივე ნეგატივისგან. და ჩემი ენერგია იქნება დაცული უფრო და უფრო მეტად ყოველდღე და დღითი დღეურად. აღსრულდა. იმედი მაქვს გაიმეორეთ მეგობრებო, ვინც ვერ მოასწარით, შეგიძლიათ რომ ვიდეო უკან გადაახვიოთ, რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ გაიმეოროთ, თქვენი სიტყვებითაც შეგიძლიათ რაღაც ასეთი პატარა შეხსენება გავუკეთოთ საკუთარ თავს. დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში როგორ გრძნობთ ახლა თავს, რა მდგომარეობაში ხართ, მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.